კი ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვს სწავლა უნდა ყველგან ისწავლის, მაგრამ თვალთ ასე არ არის. გარემო ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვზე. გამარჯობა, ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილი სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეგი კავთუაშვილი, პოდკასტის ავტორი და თუ თქვენ გყავთ სკოლის მოსწავლე შვილი, ან თავად ასწავლით სკოლაში, გამოიწერეთ ეს არხი და ისე განაგრძეთ მოსმენა. იმიტომ რომ აქ ყოველთვის ისეთ თემაზე ვსაუბრობ, ხან მარტო, ხან სტუმართან ერთად, რომელიც თქვენთვის იქნება აქტუალური და მნიშვნელოვანი. აი დღევანდელი თემა არის მაგალითად როგორ შევარჩიოთ შვილისთვის სკოლა, რაც დამეთანხმებით, რომ ბევრი მშობლის საფიქრალია. ამიტომ ჩემი პოდკასტი იქნება ერთგვარი გზამკვლევი მათთვის, ახალბედა მშობლებისთვის, რომლებსაც ჯერჯერობით სკოლასთან რაიმე შეხება არ ჰქონიათ, ან უკვე აქვთ შეხება და აინტერესებთ, როგორია ასე ვთქვათ ტენდენციები. ვიდრე ძირითად თემაზე გადავალ, რა თქმა უნდა გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის, მშობლების პოდკასტის წარმომდგენი არის My Comfort Home, ეს არის ჭკვიანი მოწყობილობების ვებ-პორტალი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ თანამედროვე smart პროდუქცია და მიიღოთ მართლაც უმაღლესი ხარისხის მომსახურებაც და პროდუქტიც. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა სტუდია Full Frames Production Studios, რომელიც გამუდმებით ზრუნავს ჩემი ვიდეოს ვიზუალურ გამართულობაზე. 2 წლის წინ პედაგოგების საუბარს შევესწარი. პირველი კლასის მასწავლებელი კოლეგებს უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, როგორც მან თქვა, გამოკითხა პირველი კლასის მოსწავლეების მშობლები და დაინტერესდა იმით, თუ რა მოლოდინი ჰქონდათ მშობლებს მასწავლებლისგან, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია, მოდი შევუქოთ ეს საქციელი, მაგრამ შედეგებით პედაგოგი იყო ძალიან გაოგნებული. როგორც მან თქვა, მშობლებმა პირველ ადგილზე დაასახელეს უსაფრთხო გარემო და ამის შემდეგ ხარისხიანი განათლება. და მასწავლებელი იყო გაოცებული იმით, რომ რა უსაფრთხო გარემოს ითხოვენ ჩემგან, უნდა მოითხოვონ პირველ რიგში ხარისხიანი განათლებაო და იმ ადამიანსაც ვუთხარი და თქვენც მინდა გითხრათ და ამით მინდა დავიწყო ეს ეპიზოდი, რომ კი, უსაფრთხო გარემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც შვილებისთვის სკოლას არჩევენ მშობლები და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, უახლესი კვლევებით დგინდება, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის ასე, იმიტომ რომ იქ, სადაც არ არსებობს უსაფრთხო გარემო, ხარისხიან განათლებაზე საუბარი არის ზედმეტი. იქ, სადაც ბავშვი განიცდის სტრესს, მთელი მისი რესურსი და ენერგია იხარჯება ამ სტრესთან გამკლავებაზე და სწავლის შესაძლებლობები იკლებს. სხვა შორის კვლევებით დადგენილია ის ძირითადი საერთო კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მშობლები არჩევენ მთელ მსოფლიოში საკუთარი შვილებისთვის სკოლას და პირველ ადგილზე, როგორც თქვით, არის უსაფრთხო გარემო, ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სასკოლო კლიმატს, რამდენად სასიამოვნო სასკოლო კლიმატია სკოლაში. მე რამდენადაც ვარ დაკვირვებული საქართველოში, ამას ნაკლებ ყურადღებას ანიჭებენ მშობლები, ყოველ შემთხვევაში სხვა საკითხებთან შედარებით, მაგრამ მსოფლიოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად კარგი რეპუტაცია აქვს სკოლას, მნიშვნელოვანია ის, რამდენად ახლოს არის სახლთან სკოლა, რამდენად ბევრ კლუბურ აქტივობას სთავაზობს და რა თქმა უნდა, როგორია იქ მოსწავლეების აკადემიური მოსწრება და როგორია სწავლის გაგრძელების მაჩვენებელი. აი ეს არის ის ძირითადი საკითხები, ასე ვთქვათ, რომლის მიხედვითაც მშობლები ირჩევენ სკოლას მთელ მსოფლიოში, მაგრამ ძალიან საინტერესოა ის, რომ თურმე განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში მშობლებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ წინა პლანზე წამოწეული. მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოც არის, ხო, მნიშვნელოვანია, რამდენად ახლოს არის სკოლა სახლთან, რამდენი მოსწავლეა კლასში, რამდენად ჩართულები არიან მშობლები სასკოლო ცხოვრებაში. მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენად მომზადებულები არიან მასწავლებლები, რომლებმაც უნდა ასწავლონ ბავშვს, ზოგადად როგორია მათი დამოკიდებულებები, ღირებულებები, მსოფლმხედველობა, როგორი არის კურიკულუმი, სასწავლო პროგრამა, ასე ვთქვათ, და რამდენად არის კლასგარეში აქტივობები, როგორია ინფრასტრუქტურა, რამდენად აღჭურვილია სკოლა, ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზით თუ სხვა სახელოვნებო სივრცეებით. ბევრ ქვეყანაში არსებობს რეიტინგები, რომელიც ეხმარება მშობლებს, რომ შეარჩიონ შვილისთვის სკოლა.
არსებობს პორტალები, სადაც მშობელი შედის და ყველანაირ ინფორმაციას ნახულობს ცალკეული სკოლის შესახებ, მათ შორის იმ ყველაფერს, რაც მე უკვე ჩამოვთვალე. მაგრამ საქართველოში ასეთი რეიტინგების საიტი, ვებგვერდი არ არსებობს, ხელმისაწვდომი არ არის, ასე რომ ერთადერთი შესაძლებლობა მშობლებს, რომ მიიღონ ინფორმაცია ცალკეული სკოლის შესახებ, არის ნაცნობ მეგობრების წრე. ბოლო დროს კი დაიწყეს სკოლებმა თავიანთი მიღწევების გამოქვეყნება, მაგალითად, რამდენმა მოსწავლემ გააგრძელა სწავლა, რამდენმა მიიღო სახელმწიფოს გრანტი, რამდენი წავიდა საზღვარგარეთ სასწავლებლად, მაგრამ იმდენად გავრცელებულია ჩვენში ჩრდილოვანი განათლება, ეგრეთ წოდებული რეპეტიტორთან მომზადებას, რასაც ვეძახით ჩვენ, რომ ძალიან რთული გასაგები იქნება გარეშე პირი მშობლებისთვის, ვისაც ჯერ არ ყავს შვილი სკოლაში, გაარჩიოს ამ ბავშვმა, ამ მოსწავლეებმა კონკრეტულად ამ სკოლაში მიღებული განათლებით მიაღწიეს ამ ყველაფერს თუ მშობლებმა დიდი ფული დახარჯეს მათ მომზადებაში, ხო? ასე რომ ეს პოსტები, რასაც სკოლები აქვეყნებენ ხოლმე ზაფხულში უმეტესად ან შემოდგომაზე, სადაც აღნიშნავენ, ასე ვთქვათ, რამდენმა მოსწავლემ დასრულა სწავლა და ვინ სად გააგრძელა, სხვაჯერ სახელობითაც წერენ ხოლმე ზოგჯერ, ბევრი არაფერი ინფორმაციის მომცემი არ არის. ამიტომ მშობლები, ახალბედა მშობლები უმეტესად ნაცნობ მეგობრებში ეძებენ რეკომენდაციას და ცდილობენ, რომ მიიღონ გაიარონ კონსულტაციები და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი მაგრამ არსებობს, რაზეც მინდა რომ მშობლების ყურადღება გავამახვილო. შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანისთვის კარგი სკოლა, მეორესთვის კარგი სულაც არ აღმოჩნდეს, იმიტომ რომ თქვენ და იმ ადამიანს, ვინც ამ სკოლას რეკომენდაცია გაუწია, განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ. აი, როდესაც ნაცნობ მეგობრებს გამოვკითხავთ, უმჯობესი იქნება, რომ უბრალოდ კი არ ვკითხოთ, რომ მოგწონს სკოლა, კმაყოფილი ხარ, ესე ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ აი კმაყოფილი ხარ, ხა მეც მეკითხებიან ხოლმე ამას და ხა აი მე რო ვიყო სკოლით კმაყოფილი, საქართველოში არ უნდა ვცხოვრობდე მაშინ, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, რაც წონის იმ უკმაყოფილებას და აი ზუსტად ეს საკითხები უნდა გამოკითხოთ იმ მშობელს, რომელიც არის რეკომენდატორი, ხო, რომელთანაც გადიხართ კონსულტაციას, იმიტომ რომ თუ ერთ სკოლაში დაგყავს შვილები, არ ნიშნავს, რომ იქ ყველაფრით კმაყოფილი ხარ, როგორც გითხარით, მთელი რიგი საკითხები იქნება, რითიც არც თქვენ არ იქნებით კმაყოფილი. მაინც დატოვებთ თქვენ შვილს სკოლაში, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან რთულია რომ ბავშვს სკოლა შეუცვალო, შეიძლება შენ აღარ იყო კმაყოფილი რაღაცით, მაგრამ ბავშვის გარემოა ის უკვე შეეგუა იმას და ძალიან დიდ სირთულეებს უკავშირდება სკოლის ცვლილება და ეს ადვილი არ იქნება, ასე რომ კარგად გამოკითხეთ ნაცნობ მეგობრები, ვისი აზრით თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. და ნახეთ რა იკითხეთ, იცით? აი კონკრეტულად კითხეთ, რა მოლოდინი ჰქონდა და რამდენად გაუმართლა სკოლამ ეს მოლოდინი, რა მოსწონთ და რას შეცვლიდნენ სკოლაში, რა არის ამ სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორ თანამშრომლობს მშობლებთან და როგორ რეაგირებს მშობლებისგან მიღებულ რეკომენდაციაზე თუ შენიშვნაზე, ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ რამდენიმე შეკითხვას მე კომენტარებშიც გავაზიარებ, რომ პირდაპირ შეგიძლიათ დააკოპიროთ და გამზადებული შეკითხვები დასვათ. ეს შეკითხვები უფრო მათთვის არის, ვისაც იცნობთ, ვინც არის თქვენი ახლობელი მეგობარი და გინდათ რომ მისგან მიიღოთ სარწმუნო ინფორმაცია და აი როცა აი ამ შეკითხვებს დასვამთ, თქვენც მიხვდებით, რამდენად თანხმედრაშია თქვენი და ამ ადამიანის მოლოდინები და მისი არჩევანი რამდენად შეესაბამება თქვენს სურვილებს, თქვენს შეხედულებებს, თქვენს საჭიროებებს, ხო? მხოლოდ გამოკითხვას თუ დავეყრდნობით, შეიძლება დავრჩეთ იმედგაცრუებულები, აუცილებელი არის, რომ დაგეგმოთ პოტენციურად სასურველ სკოლებში ვიზიტები, გაეცნოთ სკოლის ადმინისტრაციას, გაესაუბროთ, დაუსვათ შეკითხვები, რომელსაც ცოტა ხანში გეტყვით, რა შეკითხვებიც უნდა დაუსვათ, რომ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია და გაიცნოთ, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს მასწავლებელი, რომელიც იქნება თქვენი შვილის პედაგოგი
იმ სკოლაში. და რაც მთავარია დაათვალიეროთ სკოლის ინფრასტრუქტურა, არა მხოლოდ საკლასო ოთახები, არამედ სხვა სივრცეები, სადაც ბავშვს დღის განმავლობაში მოუწევს ყოფნა. და თუ ბავშვი პირველ კლასში შედის, ალბათ მე თანხმობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი შვილიც მიიყვანოთ და ასე მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. რაც შეეხება სკოლაში ვიზიტის დროს დასასმელ შეკითხვებს, ეს აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ. როგორ ხედავს სკოლა თავის დანიშნულებას, როგორია მათი მსოფლმხედველობა, რა მიღწევები აქვს სკოლას, როგორი მიდგომები აქვს სწავლა აღზრდასთან დაკავშირებით, როგორ ხედავენ თავის როლს საზოგადოებაში, მხოლოდ განათლება თუ აღზრდის საკითხებიც შედის მათ სასწავლო პროგრამაში. არის სკოლები, სადაც აღზრდას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა და ეს ასეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვი არ სწავლობს მარტო სკოლაში და არ იზრდება მარტო სახლში, ბავშვი სწავლობს ყველაფრისგან, რასაც ხედავს და იზრდება ასევე ყველგან, მათ შორის სკოლაში, ქუჩაში, იმ წრეებზე, სადაც დაყავს ჩვენი შვილები და ყველგან, ხო, ასე რომ ეს აღზრდის საკითხით შეიძლება შეიტანოთ შეკითხვებში. უნდა იკითხოთ ალბათ, აქვთ თუ არა, მიყვებიან თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც განათლების სამინისტრომ დაადგინა, თუ აქვთ რაიმე განსაკუთრებული სტანდარტები, ეს სტანდარტზევით სწავლებას ეძახიან ხოლმე, განსაკუთრებით კერძო სკოლებში და რამდენიმე სპეციალიზირებული საჯარო სკოლა გვაქვს, ხო, იცით, ვეკუა, კომაროვი, გვაქვს სახელოვნებო, სამუსიკო სკოლები, სპორტული სკოლები, ანუ კარგად უნდა გაარკვიოთ, თქვათ, როგორია მათი რამდენად ტიპურია სკოლა რა, თუ ალტერნატიულია, ხო? ხო, აუცილებლად დასვით შეკითხვა, როგორი ტრადიციები აქვს სკოლას და თუ აქვს რაიმე ტრადიცია. ეხლა აი ტრადიციების შესახებ მე არც ვიცოდი, რომ ეს შეკითხვა უნდა დამესვა, როცა ბავშვებისთვის სკოლას ვარჩევდი და არც დამისვამს, რა თქმა უნდა, არადა ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა და მე ძალიან ვინანი, რომ არ ვიცოდი. ასე რომ ტრადიციები მოიკითხეთ აუცილებლად. ხო, რაც მთავარია, უნდა იკითხოთ მასწავლებლების კონტინგენტის შესახებ, ხო, რამდენად კვალიფიცირებულები არიან მასწავლებლები, ახლა როგორ უნდა გაიგოთ ესე. იკითხეთ მაგალითად, აქვთ თუ არა ჩაბარებული საგნის გამოცდები, ან მონაწილეობენ თუ არა კონფერენციებში, გადიან თუ არა გადამზადებას, ესეთი საკითხები მასწავლებლების პროფესიონალიზმთან დაკავშირებით უნდა გაარკვიოთ ეს შეკითხვები მშობლებმა უნდა დასვან, იმიტომ რომ აი როგორც გითხარით, განვითარებულ ქვეყნებში მშობლებს ყველაზე მეტად ეს აინტერესებთ. არა ის, რამდენად ახლოს არის სკოლა სახლთან, არა ის, რამდენი ბავშვია კლასში, არამედ ის, როგორი პროგრამები აქვთ, ვინ მასწავლებლები ასწავლიან, ანუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ბავშვს საგანს ასწავლიან, ხო? აუცილებლად უნდა იკითხოთ გაკიცხვის და ვთქვათ დასჯის მეთოდები, აი რა მეთოდებს იყენებენ. აუცილებლად უნდა იკითხოთ ქცევის მართვის რა სტრატეგიებს იყენებენ სკოლაში პედაგოგები, რა არის მისაღები ფორმა, არსებობს თუ არა ვთქვათ გასაჩივრების მექანიზმები. უნდა იკითხოთ მასწავლებლების გარდა კიდევ რა პროფესიის ადამიანებს ექნებათ ბავშვებთან შეხება, მაგალითად ყავს თუ არა სკოლას მანდატური, ყავს თუ არა ექიმი, ყავს თუ არა ფსიქოლოგი, ვთქვათ ინკლუზიურ განათლების სპეციალისტები თუ მუშაობენ, ასისტენტები არიან თუ არა სკოლაში. ანუ ეს შეკითხვაც მშობელმა უნდა დასვას. კვება აუცილებლად უნდა იკითხოთ, არის თუ არა ბუფეტი სკოლაში, არის თუ არა ხემსი, რა არის თქვათ ფასიანი სკოლების შემთხვევაში, რამდენი კვება შედის ამ და რომელ კლასამდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სკოლა არის, სადაც მე-6 კლასის ჩათვლით არის ხოლმე კვება, შედის ფასში და შემდეგ დამატებით ფასი ხდიან მშობლები, ან სტანდარტულად კაფეტერიაში შედიან ბავშვები. არის თუ არა კულტურა სახლიდან, თქვათ ლანჩბოქსის, ლანჩის ყუთის გატანების და ეს ხო და აუცილებლად უნდა იკითხოთ კიდევ ზრუნვის კომპონენტი, აი როგორ ზრუნავს სკოლა ბავშვებს. სწავლა არ არის ხო ადვილი საკმაოდ სტრესული პროცესი არის და ზრუნვა აუცილებელია სკოლაში. ანუ ზრუნვის გარეშე სკოლა შეიძლება საბრძოლველად ადგილად იქცეს ბავშვისთვის. აუცილებლად უნდა იკითხოთ თანაფარდობა მოსწავლეების და მასწავლებლების. ანუ ერთ მასწავლებელზე რამდენი მოსწავლე მოდის დაახლოებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის იმისთვის, რომ განათლების ხარისხი შეფასდეს ხოლმე და აუცილებლად უნდა იკითხოთ, რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო ერთი ბავშვის განათლებაზე მთელი წლის განმავლობაში იმ კონკრეტულ სკოლაში.
ხო, აი ეს მიღებული ინფორმაცია ერთის მხრივ თქვენ დაგეხმარებათ, რომ უკეთ გაიცნოთ სკოლა და მეორეს მხრივ სკოლასაც დაეხმარება, რომ თქვენ როგორც მომავალი პარტნიორი დაგინახოთ და გაგიცნოთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ესეთი გააზრებული არჩევანი ბევრად უფრო სასარგებლო შედეგზე გაგიყვანთ, ვიდრე უბრალოდ მიიყვანოთ ბავშვი იმ სკოლაში, სადაც თქვენს მეგობარს დაჰყავს და კმაყოფილია. როგორც თქვით, შეიძლება ის ძალიან კმაყოფილია, მაგრამ თქვენ ძალიან უკმაყოფილო იყოთ იმით, რაც იმ კონკრეტულ სკოლაში ხდება. ასე რომ შინაარსში ჩასვლა ფენებად შრეებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მშობლებს არც უნდა დაგვეზაროს ეს და არც უნდა მოგვერიდოს, რომ ყველა ეს საკითხი გავარკვიოთ და ისე შევარჩიოთ ჩვენი შვილისთვის სკოლა. ერთი, რაც გამოცდილმა მშობელმა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ იდეალურ სკოლას იპოვით, მით უმეტეს საქართველოში. იდეალური სკოლა ჩემი აზრით არ არსებობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თქვენთვის, რომლის შერჩევაშიც ეს ვიდეოც დაგეხმარებათ და იპოვოთ ისეთი სკოლა, რომელიც ამ კრიტერიუმებს მეტნაკლებად დააკმაყოფილებს. ანუ მოლოდინი იმის, რომ 12-წლიანი ურთიერთობის დროს თუ 11 წლიანის, რა ვიცი, პრობლემა არ იქნება სკოლაში, არ გქონდეთ. თუ ესეთი მოლოდინი გექნებათ, აუცილებლად დარჩებით იმედგაცრუებული, პირიქით, მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომ პრობლემები იქნება, მაგრამ მთავარია სკოლას შეეძლოს ამ პრობლემების გადაჭრა. აი სხვა რომელი 12-წლიანი ურთიერთობა გახსენდებათ, სადაც გამოწვევა არ არსებობს. არ არსებობს ესეთი ურთიერთობა, ხო? 12 წლის განმავლობაში გნებავთ 11 წლის განმავლობაში, გარკვეული პრობლემები სკოლაში შეიძლება იყოს, მაგრამ პრობლემა რომ არის სკოლაში, ეს არ არის პრობლემა. პრობლემაა ის, თუ ეს პრობლემა არასოდეს არ გვარდება. ეხლა მოდი გადავიდეთ იმ დილემაზე, რასაც ქართველი მშობლები, არა მხოლოდ ქართველი მშობლები აწყდებიან ხოლმე, კერძო სკოლაში მივიყვანო შვილი თუ საჯარო სკოლაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა კერძო სკოლებზე. რისი მიზეზიც ის არის, რომ საჯარო სექტორში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკით, საქსტატის ინფორმაციით, ბოლო 13 წელში კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. და რადგან სკოლა კერძოა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის უკეთესია. მე მაგალითად კარგი საჯარო სკოლაც მინახავს და ცუდი კერძო სკოლაც მინახავს და პირიქითაც რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ გააჩნია თქვენ რა მოთხოვნები გაქვთ, რა მოლოდინები გაქვთ სკოლასთან მიმართებაში, თქვენ შვილს როგორი თქვათ პიროვნული მახასიათებლები აქვს, რა უნარები აქვს, რა საჭიროებები აქვს და რას გთავაზობთ ესა თუ ის სკოლა, ხო? ჩემი დაკვირვებით, კერძო და საჯარო სკოლების მშობლების მოლოდინები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. აი საჯარო სკოლაში მშობლებს რატომღაც აქვთ ესეთი განცდა, რომ ეს არის უფასო და როგორიც არის, მოდი იყოს. და კერძო სკოლაში მშობლები ფიქრობენ, რომ მე ფულს ვიხდი და ხარისხიანი განათლება და კარგი პირობები უნდა მიიღოს ჩემმა შვილმა. აი საჯარო სკოლაში მე ესეთი მოსაზრებაც მომისმენია, რომ მშობლები ამბობენ, რომ მე მინდა, რომ ჩემ შვილს ჰქონდეს ყველანაირი ტიპის ადამიანთან ურთიერთობა და საჯარო სკოლა ნამდვილად წარმოადგენს საზოგადოების, ასე ვთქვათ, მიკრო პატარა მოდელს, ხო? იმიტომ რომ ნამდვილად ყველანაირი შეძლების, შეხედულების, მსხვერპლობის და ვთქვათ, იდენტობის ადამიანს შეხვდებით. განსხვავებით კერძო სკოლებისგან, სადაც სელექცია ხდება ბავშვების, მაგალითად იმით, რომ მათ მშობლებს შეუძლიათ რაღაცა დამატებითი თანხა გადაიხადონ შვილების განათლებაში, ან სხვადასხვა მაგალითად არის სკოლები, სადაც ასე პირდაპირ არ აქვთ გაცხადებული, რომ თქვათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს არ იღებენ, მაგრამ ყველა პირობას ქმნიან იმისთვის, რომ ასეთი მოსწავლე იმ სკოლაში არ იყოს და არის სკოლები, სადაც მოსწავლე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებით საერთოდ არ არსებობს, ხო? ანუ უკვე რაღაცნაირად გაფილტრული გარემო ხდება იქ ბავშვს და მე მინახავს საჯარო სკოლის მშობლები და აბსოლუტურად ვეთანხმები მათ ამაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს მთელ საზოგადოებასთან შეხება და ეს არის ხოლმე მათი მთავარი, ვთქვათ, ესეთი ყველაზე მყარი არგუმენტი, მოდით ასე ვთქვათ რა. თუმცა აბსურდული არგუმენტებიც მომისმენია. მაგალითად ისეთი, რომ ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს პრობლემების გადალახვას. ანუ იციან, რომ იქ ბევრი პრობლემა არის და შეყავთ, იმიტომ რომ მიეჩვიოს პრობლემების გადალახვას. ოღონდ ახლა
ჩემი დაკვირვებით, საჯარო სკოლაში ბავშვები პრობლემების გადალახვას კი არა, პრობლემთან შეგუებას ეჩვევიან, იმიტომ რომ მათი მშობლების ქცევაც როგორც წესი ასეთია, ხო? კი არა აპროტესტებენ, ეგუებიან, იმიტომ რომ მერე შეიძლება ვთქვათ, ფიქრობენ, რომ დამატებითი პრობლემები შეექმნებათ მათაც, ან მათ შვილებს, ან ფიქრობენ, რომ რაღაცა ინტრიგან მშობელს დაარქმევენ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აი ეს არგუმენტი, რომ პრობლემების გადალახვას ისწავლის, მე მგონი ძალიან ის არის, არ არის მყარი რა, იმ პირველი არგუმენტისგან განსხვავებით, მე ის უფრო მომწონს კი ბატონო, მაგაში მოყვებით და გეთანხმებით, მაგრამ პრობლემების გადალახვას ისწავლის საჯარო სკოლაში, აი რა ვიცი, როგორ გითხრათ. სუბუქად რო ვთქვა, ვერ გეთანხმებით, მაგრამ პრობლემებთან შეგუებას ნამდვილად ისწავლის. ნუ დღეის მდგომარეობით ესეა და ხვალ ვერ გეტყვით რა იქნება. ეხლა რაც შეეხება კერძო სკოლის მშობლებს, მათი მოთხოვნები ძალიან მაღალია, ისინი ბევრად უფრო აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ფორმით. რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში მოთხოვნები ზოგჯერ გადამეტებულიც კი აქვთ და მოდით ახლა განვიხილოთ 7 მთავარი შეცდომა, რასაც კერძო სკოლის მშობლები უშვებენ ხოლმე სკოლასთან და შვილთან მიმართებაში. პირველი, გონიათ რომ თუ სკოლას ფულს უხდიან, ეს მათ სხვა პასუხისმგებლობებისგან გაათავისუფლებთ. არადა ეს მხოლოდ დამატებითი ტვირთია, ფინანსური ტვირთი, დანარჩენი პასუხისმგებლობები მშობელს ნებისმიერ სკოლაში აქვს ერთი და იგივე. მეორე არის ის, როდესაც მშობელს გონია, რომ მე ფულს ვიხდი და სკოლამ არაფერზე აღარ უნდა შემაწუხოს. არადა მშობლების სწორი თანამონაწილეობის გარეშე ვერც კერძო სკოლა ვერ გადის სასურველ შედეგზე. გონიათ, რომ ყველაფრის მოთხოვნის უფლება აქვთ და სკოლამ უნდა შეასრულოს მათი სურვილები, რაც სკოლას ძალიან დიდ ცდუნებას უქმნის, რომ მოერგოს არა ბავშვის ინტერესს, არამედ მშობლის მოთხოვნას, რაც საერთო ჯამში შეიძლება ბავშვისთვის დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს. გონიათ, რომ რადგან სკოლა კერძოა, იქ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები იქნებიან თავმოყრილი, რაც რა თქმა უნდა სრულიად აცდენილია რეალობას. გონიათ, რომ ყველა საგანი ბავშვს პირველივე კლასიდან გაძლიერებულად უნდა ასწავლონ, რაც ასევე ქმნის იმის ცდუნებას, რომ სკოლამ ბავშვს იმაზე მეტი მიაწოდოს, ვიდრე მის გონებას შეუძლია, რომ გადაამუშაოს. ფიქრობენ, რომ ქულები კერძო სკოლებში ადვილად იწერება. სხვათა შორის ეს მოლოდინი რეალობას ზოგჯერ აცდენილი სულაც არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ბავშვისთვის ესეც ზიანის მომტანია. და ბოლოს, გონიათ, რომ რადგან ბავშვს კერძო სკოლაში მიიყვანენ, მათ შვილს მომზადება არასდროს არაფერში დასჭირდება და სწავლას აუცილებლად პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს. რაც ასევე მითია უამრავი კერძო სკოლის მოსწავლე დადის კერძო რეპეტიტორთან დამატებით და ასევე უამრავი ადამიანი არ აგრძელებს საერთოდ სწავლას. ბავშვს კერძო სკოლაში მივიყვანთ თუ საჯაროში, მას აუცილებლად დასჭირდება ჩვენი თანადგომა და რა ტიპის თანადგომა და დახმარება დასჭირდება ბავშვს, ამას თვითონ ინდივიდუალურად ჩვენი შვილი გვიკარნახებს. ერთადერთი ჩვენ რაც მოგვეთხოვება არის, რომ ვიყოთ ყურადღებით, ვუსმინოთ, ვიცნობდეთ ჩვენ შვილს, ვიცოდეთ რა საჭიროებები აქვს მას, როგორი ტიპის გარემო შეეფერება, მაგალითად, თქვათ რაღაცა მკაცრად დისციპლინაზე ორიენტირებული სკოლა იქნება უფრო ბავშვისთვის მისაღები მისი ხასიათიდან, მისი თვისებებიდან, მისი უნარებიდან გამომდინარე, თუ თქვათ შედარებით უფრო ჰოლისტური მიდგომა მზრუნველი გარემო სადაც არის, ხო? აი ამ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ მანამდე, სანამ ვარჩევთ სკოლას და რაც მთავარია, სწორი შეკითხვები უნდა დავსვათ. კი ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვს სწავლა უნდა ყველგან ისწავლის, მაგრამ თვალთ ასე არ არის. გარემო ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვზე და მშობლების შფოთვა, რასაც მე ხშირად ვუყურებ, ისინი ძალიან ღელავენ, თქვენ ძალიან ღელავთ, როცა არჩევთ თქვენი შვილისთვის სკოლას, ეს არის სრულიად ლეგიტიმური და ჩემთვის ძალიან ნაცნობი და გასაგები. კიდევ ერთი დამატებითი გზა გაქვთ, რომ მოიძიოთ ინფორმაცია კონკრეტული სკოლის შესახებ, უბრალოდ დაგუგლეთ და ნახეთ რა იწერება ამ სკოლის შესახებ. გულწრფელად რო გითხრათ, მე არ ვენდობი ხოლმე ანონიმურად დაწერილ კომენტარებს, რა თქმა უნდა, მის უკან შეიძლება რომ იდგეს მშობელი, მაგრამ ძალიან დიდია რისკი, რომ უბრალოდ რეპუტაციის შელახვა უნდოდეს ვინმეს მაგალითად კონკურენტ სკოლას, ხო? და რაც რა თქმა უნდა არაეთიკურია, მაგრამ ხა ეს რისკებს მე ვხედავ, ამიტომ ესე სოციალურ ქსელში ბევრი რამე იწერება, ხო, მაგრამ აი ანონიმური აკაუნტებიდან დაწერილ ინფორმაციას მე პირადად არ ვენდობი. ნუ ეს ჩემი დამოკიდებულება არის ესეთი. გარდა სოციალურ ქსელებისა და კომენტარებისა, უბრალოდ ნიუსები ნახეთ, რაც ამ სკოლის შესახებ
გავრცელებულა მაგალითად მოხვდნენ თუ არა ჟურნალისტების ობიექტივში, თუ მოხვდნენ, მაშინ რა შინაარსით, თუ სარეკლამო სიუჟეტი აქვს დაკვეთილი, აი კარგად შეხედეთ, რას არეკლამებენ, ანუ რაზე აკეთებენ მნიშვნელოვან აქცენტს. მე მინახავს სკოლები, სადაც არის შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, მაგრამ სრულიად დაცლილი არის შინაარსისგან სკოლა. და მინახავს სკოლები, სადაც არც ისე კარგი ინფრასტრუქტურაა, მაგრამ რაღაცა ადამიანები არიან ისეთი, ხო? ამიტომ აი თქვენი პრიორიტეტების მიხედვით უნდა განსაზღვროთ. ეხლა ვიღაცისთვის რაღაცა გარემოა მნიშვნელოვანი, ფიზიკური გარემო, ვიღაცისთვის რაღაცა ფსიქოლოგიური, თქვათ, უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის, თქვათ, რაღაცა სხვა შეიძლება იყოს, მაგალითად, ერთ-ერთი სკოლა თბილისში, რომელიც იმით პოზიციონირებს, რომ აი აუზი აქვთ მათ და ეს არის თქვათ სპორტული განვითარება არის ბავშვის, ხო, ვიღაც მშობლისთვის მნიშვნელოვანი და ის ამ სკოლას აირჩევს ალბათ. ასე რომ აი ნახეთ უბრალოდ რას არეკლამებენ, ანუ რითი პოზიციონირებენ და მიხვდებით გაქვთ რაიმე საერთო მათთან ან რამდენად ახლოა თქვენი შეხედულებები ერთმანეთთან. და მე მგონია, რომ უნდა ნახოთ ისიც, რა ტიპის ინფორმაციას ათავსებენ თავიანთ სოციალურ ქსელში, მაგალითად Facebook გვერდზე, ან Instagram-ზე, ან YouTube-ი თუ აქვთ, ან ვებგვერდი თუ აქვს სკოლას და აი სიახლეების ზოლს რო ჩამოყვეთ, ნახავთ რას აკეთებენ ისინი, როგორი აქტივობებია, როგორი გაკვეთილებია და როგორ აჩვენებენ საკუთარ თავს და როგორ ხედავენ საკუთარ თავს, ხო? და მიხვდებით ეს არის თუ არა თქვენი შვილისთვის შესაფერისი სკოლა.